მოგესალმებით კომერსანტის დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და როგორც უკვე დავაანონსე ტრადიციული რუბრიკა პარასკევის შედარებით განსხვავებულ ფორმატში ხო გვექნება დღეს რესტორატორები და მათ შორის შოთა ბურჯანაძე შემოგვიერთდა და თან ყავს ძალიან საინტერესო სტუმარიც ჩვენი სტუმარი არის ქსენია ფარჯიანი კულინარიული ოდისეა სვანეთში წიგნის ავტორი და გარდა ამისა არის რესტორატორი და დაფუძნებელი ასევე პოდკასტ Wellness 360 ჯორჯიას და მათ შორის წავყვანს კი ბატონო. ძალიან ისეთი მრავალფეროვანი არის თქვენი რეზიუმე. მოგესალმებით პირველ რიგში. დღეს ძალიან საინტერესო თემებზე უნდა ვისაუბროთ. ბატონო შოთა, თქვენ რომ გაშალოთ უფრო მეტად თუ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მენელს, მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა ყოველ პარასკევს და ძალიან კარგი. ჩვენ წინათ გადაცემებში კულინარიული რაღაც დატვირთვა ჰქონდა და ეხლა რაღაც პატარა კულმინაციას მივახცეთ. ამ კულმინაციას ტორძეროზევიდან ალუბას დაადევენ, ესე ყავს დღეს ზენია მოწვეული. მინდა ჩვენს მსმენელს კიდევ ერთხელ მივესალმო, ბედნიერი უქმებო სურვო და მსმენელისთვის ძალიან კარგი იქნება ხარ, რასაც ჩვენ მოვიზოთ, მაგრამ მათ ერთი ნაკლია თუ ვერ უყურებენ მშვენიერ ქალბატონს, რომელიც დღეს ჩვენ სტუმრად ჰყავს და თუმცა შემდგომში შეუძლია ჩვენს Facebook გვერდზე დაიდება ვიდეო და აუცილებლად ნახო. ანუ მინდა წარმოვადგინო ჩვენი მსმენელისთვის, რომ დღეს გვყავს ძალიან უნიკალური შემთხვევა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში აღმოჩენა არის ჩვენი ქართული სამზარეულოთი კულინარიით ნახტონებული არიან, რა თქმა უნდა, ჩვენი ქართული მოსახლეობა, ეს არის გაუკუნების მანძილზე და ჩამოსული ყველა ის სტუმარი, რომელიც ეზიარება ქართულ კულინარიას. მაგრამ რაოდენ სასიამოვნოა და გასაოცარი არის, როდესაც ხალბატონი გათხოვდება სვანეთში, ყავს 3 შვილი, 4 ბოდიში, 4 შვილი მეოთხე 4 შვილი და 4 შვილის დედა და დაინტერესდა, ასე ვთქვათ, ქართული კულინარი და აქედან კიდე გამოყო ჩვენ ხო მარგალიტები გვაქვს ქართულ კულინარიაში და ხშირად გვისაუბრია ჩვენი მერეთის თუ სამეგრელოსი, კახეთის კულინარიაზე და გამოყო კიდე სვანეთის კულინარია და ეს რო გამოყო და თქვათ შეიძლება აკეთებდე გასაგებია, მაგრამ წიგნი დაწერო ამაზე და რეცეპტები გამოცე ეს ნამდვილად უნიკალური შემთხვევა არის და კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით წარვადგენ ქსენიას და დანარჩენ კითხოთ რა მოუვიდა ეს აზრი წიგნი დაეწერა ამის შესახებ და თუ შეიძლება მოგვიყევი მცირედი შენ შესახებ და ასევე რამ გამოიწვია აღფრთოვანება ზოგადად რამაც გაიძულოთ რომ მე ხო მცირედი შენ შესახებ ორი წამით რომ ჩვენს მსმენელს გაეცნო და შემდეგ წიგნზეც მოგვიყევი ბატონო გამარჯობათ კიდევ ერთხელ მადლობა რომ აქ ვარ სტუმრად ბოდიში გიხდით ჩემ კარტულზე, მაგრამ როგორი საყვარელი ქართული აქცენტია. ყოველთვის მე ვიულობ შეცდომებზე და ჩემი აქცენტი, მაგრამ ვცდილობ რომ კარგად ვისაუბრებ ქართულად, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართულის ცოდნა, ქართულის გარდა სვანურიც ვსწავლობ, იმიტომ რომ სვანეთში უფრო მეც საუბრობენ სვანურად. და ჩემთვის ეს უფრო რთულია, იმიტომ რომ ორივე უნდა ისწავლო და სხვადასხვა ენა აბსოლუტურად მსგავსია. საერთოდ არაფერი არ არის სვანური და ქართულის შორის, ნუ რამოდენიმე სიტყვა ახალი. ასევე მე ვსწავლობდი სვანური კერძები, იმიტომ რომ რძალი ვარ და ესე თქვათ ვალდებული ვარ საჭმელის სახში მომზადება. ჩემი და სვანებს აქვთ ასეთი ვალდებული ქალმა უნდა. კი ბატონო, მაგრამ კაცებს ძალიან ბევრ საქმეს აკეთებთ გარეთ შეშები, ტყეში, შენებლობა, მეურნეობა, ხო, ეს რაღაცა თევზაობა და ასე შემდეგ. კი ბატონო, არა მართლა ძალიან ბევრი რთული საქმეა კაცის აქ და ხალი თავისი ესე ზონა, სადაც არის პასუხისმგებელი და ჩემთვის აბსოლუტურად კომფორტულია ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, ბავშვებთან სახში ესეთ ვარ და როგორ უნდა თქვა, არ გავამზადოთ საჭმელი და სად უნდა შეჩამოთ. ეს ყოველთვის იყო ჩემთვის პრობლემა, თქვა 16 წლის უკან რო გადმოვიდი სვანეთში, არც მაღაზია ნორმალური არ იყო, არც რესტორანი. რესტორანი საერთოდ ვაფშე არავინ არ იცოდა რა არის რესტორანი სვანეთში. საბჭოთა კავშირის დროს მე ყველაფერი გაბუჩდა, იმიტომ რომ მან ამ პერიოდში ძალიან განვითარებული იყო ტურისტები, ძალიან ბევრი მოდიოდნენ ლაშქრობაზე, ალპინისტები. ვიცით ეს ისტორიები? ხო, ძალიან ბევრი და მე გაქრა და 20-30 წელი არავინ არ იყო და ეხლა უკვე კიდევ მეორე ან მესამე ტალღა ესე თქვათ, იმიტომ რომ პირველი ტალღა მე მგონი ვაფშე პირველი რო ავიდნენ უშბაზე ალექსანდრე ჯეპარიძე. და მოკლედ კიდევ უფრო მოკლედ ძალიან მაინტერესებდა რა არის ეხლა როგორ აკეთებდნენ ძველად კერძები და რატომ არ იყო შენარჩული ეს ყოველთვის მაინტერესებდა, იმიტომ რომ კუბდარის და ხაჩეპურის გარდა არაფერი არ აკეთებდნენ სახლში. ნუ ჩიშდვარი კი, კიდე ჩიშდვარიც აკეთებდნენ. მერე ნელ-ნელა
სვანურად ჩიშტვარი ქვია. შეგისურვა. კი, სვანურად ესე ქვია, ყოველთვის ძალიან დიდი დებატები ჰქონდა Facebook-ზე ამ თემაზე. კი, ყველგან ეძახა. გემორჩილებით ხსენიათ. ჩიშტვარი, მაგრამ რუსუდან იოსელიანი პროფესორი არის, კარგად ამ თემაზე ისაუბრა, რომ სწორად სვანეთში ესე ეძახიან, კი, სამეგრელოში და სხვა რეგიონებში ჩვიშტარის ეძახიან, მაგრამ სვანურად ჩიშტვარი. კი. ეს ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ჩემთვის არ იყო ეს საკმარისი, რომ რა ახლა ცუნიანი რას აკეთებდნენ, ამდენი ბალახი, ამდენი მთებში ყველაფერი რას აკეთებდნენ. მე ნელ-ნელა დავიწყე რაღაცა ინფორმაციის მპოვნა. ჩემი დედამთილი ვკითხე, ასაკოვანი უფრო ქალები, ვინც ახსოვდა და ესე ამბობდნენ. ой, დედა ჩემი აკეთებდა მე ჩემ ბავშვობაში ბეგენი. რა არის ეს ბეგენი? აუ, ეს მახსოვს, რა ვიცი, ჭკდ არ ვეთქვი სწორად, სვანურად ჭკდ. ესე ქვია. ანუ მე ტურისტები რომ მოდიოდნენ, ყველას აინტერესებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რას ჩამდნენ და რას ჩამს ახლა სვანეთში. კი. და იმიტომ დავიწყე ჩემ პატარა სასტუმროში სვანური კერძების მომზადება ჩემი და ჩემი დიასაკლი ვინც ჩემთან მუშაობდა. და აღმოჩნდა ძალიან ბევრი დაკარგული იყო. აი, ბოლო 5 წელი განახლდა, ესე თქვათ, აწარმოება სვანური ყველი ნარჩვი, რომელიც ახლა შედის არამატერიალური მემკვიდრეობა საქართველოში. და ძალიან საინტერესო ტექნოლოგია და გემოც. ქსენია, ჩვენ ვსვენებთ, რომ ეს წიგნი აქვს წარმოდგენილი ქსენიას, საკმაოდ საინტერესო illustrირებით და აქ არის სვანური კერძები ინგლისურ ენაზე გამოცემული, იმიტომ რომ ქართველების გარდა უცხოელებმაც რო შეიძლება და ასეთი კითხვა მაქვს ქსენია, თუ შეიძლება ჩვენთვის ძალიან საინტერესო არის ზოგადად ეხლა ისეთ პერიოდში ვართ ჩვენ, ასე ვთქვათ, სარესტორნო მიმართულებით გასტრონომიის კუთხით, რომ შენ ხშირად ახსენე შენ საუბარში, რომ დაკარგული იყო. შენი აზრით როგორ ხდება ეს, რაც დაკარგული არის, ეს იმიტომ იკარგება, რომ უბრალოდ სურვილი აღარ არის, თუ უბრალოდ საინტერესო არ არის და ის ახალი რაც იქნება, აი ეს ამას ერთმანეთთან სინთეზი როგორი არის? წარსულის და აწმყოს ახლანდელის დაკარგვა და შემდეგ ისევ გაცოცხლება საინტერესო არის, თქვათ, მოსახლეობისთვის იქნება ეს თუ ჩამოსული ტურისტისთვის, თუ ეს შენ აღმოაჩინე და მაინც დაინტერესება ნაკლებად არის. ჩემი აზრით, რატომ ახლა იყო პირველი პრობლემა? იმიტომ რომ არ იყო ამდენი მეურნეობა სვანეთში. დაიკარგა ეს ძალიან ბევრი ენდემიური მცენარეები დაიკარგა. ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს პირველი იყო. მე როცა რთული პერიოდი მართლა ქვეყანაში და შენ ცხოვრებაში, შენ აკეთებს რაღაცა უბრალო გადარჩენისთვის. ხო, რაც არის, ხო. თქვათ, ძროხები ყავს, ხორცი არის, ყველი დანარჩენი, იმიტომ რომ ახლა ბეღენისთვის ხორბალი კაი საჭირო არის. შენი ცისქვილიც სჭირდება, დრო უნდა, მოვლა უნდა, შენახვა უნდა. აი ეს ყველა ცხოვრება შეიცვალა. დროც უფრო გარბის, ესე თქვა, ხო, ჩვენ ყოველთვის ესე რეჟიმში სტრესში ვარ და არ გვაქვს დრო ამისთვის და იმიტომ აი რაც ქერზები მეტი დრო თქვა, ნარჩვი აკეთებენ 6-7 თვე. ანუ როცა დაიწყო ეს ნარჩვის გაკეთება, ეს თუმარი რომ მოგივა და ნარჩვის რომ გაგიმასპინძდები ამ დროს 1-7 თვე მომიდა. კი, აი ეხლა როგორ? რა თქმა უნდა, ესენი მეტი მეურნეობა კონდა, ძროხებიც მეტი, ცველას მეტი და საშუალება იყო, რომ რამოდენიმე ნაწილი შენარჩუნოთ 6-7 თვე. ძალიან კარგი. აი იმ აღმოჩენებიდან თუ ახლანდელიდან რაც ხსენია სვანეთში შენ კერძებს გაეცანე, თუ შეიძლება ერთი კერძი ან ორი კერძი, არ ვიცი, რამდენიც გინდა გამოგვიყავი და ჩვენ მსმენელს რისგან შედგება და რა არის საინტერესო მასში, თუ შეიძლება რომ ყველაზე დიდი ზეგავლენი რაღაც მოახდინო. კანაპის ხაჩაპური. კანაპის ხაჩაპური, დიახ, აბა. ამაზე მეცვენია სხვათა შორის, სხვარი მეგობრები მყავს და კანაპისგან ზეთს აკეთებდნენ, კანაპისგან თანსაცმელს აკეთებდნენ, ანუ ეს კერავდნენ, ხო, თოთებიც, ხო, ქსოვილს აკეთებდნენ, თოთებიც აკეთებდნენ, რა ყველგან ეხმარობდნენ, ბავშვი ესე ჩამდნენ მარცვლები. ანუ შენი მერული ხაჭაპური გასინჯული გაქვს. ხაჭარულიც გასინჯული გაქვს და კანაპის ხაჭაპური შენ ყველაზე საყვარელი. არა, ჩემთვის ფეტვის ხაჭაპური იყო. ფეტვის ხაჭაპური. ესეც კიდევ ერთი ხაჭაპური, რომელიც ფეტვის და თუ შეიძლება რომ მოგვიყეთ რა არის ფეტვის ხაჭაპური? ფეტვის ხაჭაპური ესე
როგორც ჩვეულებრივი ხაჩაპური, უღონდ ყველში ამატებდნენ ან კანაპის თესლები, ან ფეტვის თესლები, დაფქვილი. და სულ სხვანაირი გემო. ანუ რა გემოსკენ გადაყავ ჩვენ მსმენელს რომ კანაპის გემო. სხვაშორის კუბდარშიც აქტიურად კეთებენ, ხო? ძალიან სპეციფიური გემო არის და თან ეს კაია, ყველაფერი ეს კაია ჯანმრთელობის. ესე იგი მე იმერელი ვარ, ქუთაისიდან ვარ და ხაჭაპურის შემთხვევაში ვერ დავთვალ ამ ადგილს რომ ვიდეო ხაჭაპურზე, მაგრამ მინდა კითხვა დავსვა, ჩვენთან ცნობილი არის საქართველოში სვანურ სამზარეულოზე როდესაც საუბრობთ, ყველაზე ცნობილი არის შეიძლება ეს არ იყოს კუბდარი. აი კუბდართან დაკავშირებით რომ შენი ასოციაციები და შენი ინტერესები გამოგხატო. კუბდარიც არის რამოდენიმე ესე თქვათ სახის ხო. თევზის კუბდარი გასინჯული გაქვთ? კი, გასინჯული. თლიანი თევზი, სომში. ხო, გასინჯული მაქვს. ეს ძალიან გემრიელია. თლიანად თევზი, ხო. კალმახიდება. კალმახი, ხო, მთის, თვითონ ეს ძალიან გემრიელია. წითელი წინწკლებით. მეორე ხაჩაპური ქვია ღვესე. ეს კუბდარი ხო მისი კონისგან გაკეთებული მარტო კონი, სვანური მარილი, ღორის კონიდან თუ საქონლის ხორი, ხარის კონი, ძალიან ისეთი მსუკანი ხარისგან, ძალიან გემრიელი, იმიტომ დნება ეს კონი შიგნით და რჩება აი თხელი ცომი სპეცით გიცრული რაც აუცილებელია ეს სვანეთში არის ხო ტიგენაც ვიცით ეს ხო ნუ შეიძლება ვინმე არ იცის და ძალიან საინტერესო გემა თან კუბდარს პატარა ყოველთვის აკეთებდნენ ერთი ადამიანისთვის და არ უნდა დაჭრეს ესე ხელით ჩამდნენ და ეს უფრო გემრიელია თან კიდევ ძველი სვანური აი აქ სურათი რაც არის აცხობდნენ რა ქვია ნაკვერჩხალი თუ ნაკვერჩხალზე ხო და ძალიან ესე ხრახუნა იყო ზემოდან კრატუნა ხო შიგნით იყო ესეთი ცვნიანი როგორც ესე ჩვეულებრივი კუბდარის შემთხვევაში კუბდარი როგორც ხინკალი ესეთი ცვნიანი და ძალიან ეს ქვია ღვესე კუბდარი მერე კუბდარი აკეთებდნენ გარეული ცხოველისგან დათვის კუბდარი უღორის კუბდარიც აკეთებდნენ, მაგრამ ვილური. ჯიხვის კუბდარი არის, ასე ვთქვათ, ჩვენთვის რაღაც რომანტიკული ახმით არის, ახლა ჯიხვის მოკვლა არ შეიძლება და შესაბამისად ეს შესრულება შეიძლება აკეთებდნენ მონადირები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დადიოდნენ მთებში მონადირეობისთვის და უფრო დათვის ვიცი, დათვის ყველას აკეთებდნენ. ჯიხვის ამდენად ჯიხვი და დაtvი ჩვენთან პრობლემა. სხვა შორის ავთენტური გემო აქვს. არა, არ შეიძლება წითელ წინში არის დათვის და ჯიხვის. ეხლა კი ჩვენ ვეძახით ძველ დროს. ნუ ეხლა კი მაგრამ გამისინჯოს აღნიშნე მაინც შენ არა ხარ იმას საკეს რომ ახლა თან წინწინა საუბრობ რატომ გაქრა ეს კერძი იმიტომ რომ უკვე ესეც აგრძალულია ეს არ ნუ ესე ხო გასაგებიც მოხდა ესეთი ცხოვრება უკვე როგორც ასე რამდენი წინთან დაკავშირებით გითხავთ ქსენია რამდენი რეცეპტი არის 44 რეცეპტი არის აქ და სად შეიძლება რომ დაინტერესებული ახს ბევრი სვანი გვისმენს დარწმუნებული ვარ და როდესაც უცხოელი ადამიანი სვანურ გასტრონომიაზე დაჭერს მეთვი საინტერესოა ჩემთვისაც ძალიან საინტერესო გახდა და მე ვხვდათ წილად ხელმოწერით ეს წიგნი მქონდეს და თუ შეიძლება მცირედი ინფორმაცია წიგნთან დაკავშირებით თუ სურვილი აქვს რომ შეიძინონ როგორ შეიძლება ეს წიგნი შეიძინონ ახლა ამ ეტაპზე არის მარტო ამაზონზე მაგრამ 20 ქვეყანაში ესპანეთში, ამერიკაში, გერმანეთში, საფრანგეთში, ყველგან რაც სადაც არის ამაზონი, არის ეს წიგნი. ამაზონზე შეიძლება ქსენია ფარჯიანი ჩაიწეროს და მოიძებნოს ეს წიგნი და ანუ ჩვენ მსმენელებს ვეუბნები თუ წიგნი შეძენა ვინმეს და სურვილი ექნება ქსენია ფარჯიანი ამაზონზე შეიძლება მოიკითხოს და შეუკვეთოს წიგნი. ჩემი სოციალურ ქსელებში მოგწერეთ, აი ქსენია ფარჯიანი ესე ვარ და სვანეთში არის ერთ-ერთი მაღაზიაში, ლავლადაში ქვია მანდარის, ვინც სვანები სვანეთში არიან, იქის მიბრძანდით და ერთი სამეცნიერო აკადემიამ მქონდა მოლაპარაკებები, რომ ქართულად დავცროთ ეს წიგნი, ქართულ-ინგლისური და აქ იყოს და მაგრამ ეს ცოტა დროს შეერდება. ხსენე თქვენ როდის გამოვშვით ეს წიგნი? ნახევარი წლის უკან. ნახევარი წლის უკან. დეკემბერში. 6 თვის. ანუ რეალიზაციაში უკვე არის ამაზონზე. ამაზონზე ჯერჯერობით, იმიტომ რომ ინგლისურად იქ უფრო დაინტერესება არის ესეც საინტერესო უშუალოდ. კი, მე მგონი 300 წიგნამდე ამ 6 თვის განმავლობაში. მე მგონი ქართველები უფრო სვანები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სვანები საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ან ერთი სვანი ვნახე, мама აქ ცხოვრობს და შვილი ესპანეთში და რო დაინახა, დაინტერესდა და უნიკალურობა ამ სიტუაციის არის ის, რომ ესე გამოყოფა რეგიონის და შემდეგ ამ რეცეპტებზე დაწერა
არ არის ეს ხშირი შემთხვევა და შეიძლება პრეცედენტული შემთხვევაც იყოს. ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა რომ ვთქვათ უცოდინარობის მომენტი იყოს ჩემთვის. ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ვარ და წესდარიგით უნდა ვიცოდე და ეს არის პირველი შემთხვევა და ამიტომაც რადიო კომერსანტის მსმენელებისთვის ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის თუ განსაკუთრებით ალბათ სვანებისთვის ეს ნამდვილად საინტერესო იქნება და ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება არის ქსენიასთან ქართულად საუბარი სვანეთში გათხოვილ ადამიანზე, რომელსაც ყავს სვანების რძალზე, რომელსაც ყავს 4 შვილი და შესანიშნავ საქმიანობას ეწევა და ტურიზმი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია და სულ ამაზე ვსაუბრობთ თითქმის ჩვენს გადაცემაში, ამას ძალიან დიდი ხელშეწყობა აქვს სვანეთში ქსენიასგან. კი ბატონო და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად შემდგომში უკვე ყველაზე მეტად რაც მომწონს ყოველთვის მაინტერესებს ეს ინტერესი მაქვს ხოლმე სპორტული ინტერესი ისეთი ტიპის კერძების აღმოჩენს პირადად მე და ბევრია ჩემი ესეთი რომელიც რაც თქოს მივიწყებულია თითქოს აღარც აკეთებენ და გაცოცხლება ძალიან კარგია და მე მგონი როგორი მომენტი არის ნახეთ ჩვენ საქართველოში ძალიან გასტრონომიამ ზარეულებმა როდესაც ფასი დაიდო ძალიან დიდი ფასი დაიდო სულ ახლის აღმოჩენის ძიებაში ვართ. იმიტომ რომ ერთი და იგივის მირთმევა ნამდვილად აღარაა საინტერესო, იმიტომ რომ კულინარია აღარ არის მხოლოდ კეიფის სიტუაცია, ეს არის სიამოვნების მიღების სიტუაცია და სიამოვნების მიღება, იმ ემოციების მიღება ერთი და იგივე კერძიდან ვერ იქნება ყოველთვის საინტერესო და ამიტომაც არის ეს ძიება და ერთ-ერთი საძიებელში უკვე ქსენია ფარჯიანიც არის, რომელიცმაც მშვენიერი ამბავი მოგვიყვა დღეს და გააცნო ჩვენ მსმენელს. კი ბატონო, ბევრ წარმატებას გისურვებთ, კარგი საქმე გააკეთეთ, მათ შორის ქვეყნისთვისაც, ჩვენი რეზიდენტებისთვისაც და ტურისტებისთვისაც, მათ შორის. დიდი მადლობა ქსენია. ივას დუხარი სვანურად არის. მადლობა. ხოჩამ დუხარი. დიდი მადლობა. სვანურიც უკვე აქტიურად ისწავლა. ცოტა მე ფრანგულება ეს. არის თანაკვეთა გარკვეული. ხო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან სტუმრობისთვის. ჩვენ ხშირად არ აყვავს სტუმრები, გარკვეულწილად სხვა მიმართულებით მომარ დღეს სასიამოვნო იყო ჩემთვის რომ ასეთი ლამაზი სტუმარი და მნიშვნელოვანი სტუმარი მოვიწვიეთ. კი ბატონო, მე კი ორიოს გიხდით ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მოკლედ თქვენ ბატონიშვილთა გემშვიდობებით შემდეგ პარასკევამდე და მე მგონი კარგი იქნება ესეთი გამორჩეული ეთერებიც რომ გავააქტიუროთ ხოლმე უფრო ძალიან საინტერესო გამოდის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის.